კულტურის მინისტრის მოადგილემ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს. ასეთი მოთხოვნით იური მეჩთოვის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ირაკლი ღლონტი გამოვიდა. ის აცხადებს, რომ მეჩთოვის შეურაცხყოფილ განცხადებებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. ამ თემაზე კომენტარი კულტურის მინისტრმაც გააკეთა. საუბარია, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ბატონი მეჩთოვის მიერ გაკეთებული ირონიულად ცინიკურ ჩვენი შეფასებით ირონიულად ცინიკურ განცხადებებზე, რომელმაც ჩვენი საზოგადოების, ჩემი და ჩემი მეგობრების თვალში შეურაცხყოფილად იქნა გამოთქმული. კულტურისა და რეზერვზე მდგარი ბატონი მეჩთოვი, როგორც მე ვატყობ, კიდევ ახალ პროფესიას ეუფლება და რაღაც სამედიცინო ხასიათის რაღაც ექსპერტიზის დარგებში გადადის. მიმართვა არ წამიკითხავს, არ მოსულა ეთყობა, კიდევ გრძელდება ხელმოწერა და ალბათ დიპლომატი იქნებიან ხელის მომწერლები, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ვაქვს, რომ დაიწყეს ხელის მოწერა. იური მეჩთოვი თვითონ ძალიან გამოცდილი ადამიანია, მაგრამ ახლა Facebook-ზე კი ვნახე მეც 1-2 ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება მეც არ მესიამოვნა, მაგრამ ეს რამდენად იქნება საფუძველი იმისა, რომ თქვათ, ან ბოდიში მოიხადოს, ან განთავისუფლდეს. მე მეორე სიტყვას უფრო ფრთხილად ხმარობ ძალიან და თუ ის საზოგადოება დაკმაყოფილდა ბატონი იურის ბოდიშით ან ახსნა განმარტებით მის გარშემო, ხო კარგი და ყოველ შემთხვევაში იმ კვირას ვნახოთ.